შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება კეთდება, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, შიდაქართში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის არის 2 კანონიერი ქურდი. დანაშაული 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფი კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მიტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსროლი იარაღები. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და გამოძავლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილითა და 191 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დიდი მადლობა. როგორც მოისმინეთ, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდები და ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს. საუბარია 20 ადამიანზე, 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.